ძალიან ხშირადაა ეს კითხვები, თუ ამა და ამ ნივთის ქსოვისას რამდენი თვალი უნდა ავიღოთ. ამ კითხვაზე ზუსტად პასუხი ვერც ერთი მქსოვარი ვერ გაქცევთ. თუ არ იცის თქვენი ზომა, არ იცის რა ძაფი უნდა გამოიყენოთ და არ იცის რომელი ჭირი უნდა გამოიყენოთ. ამისათვის რომ გაიგოთ, მაგალითად ჟაკეტი უნდა მოგხსოვოთ და თქვენთვის ან ვიღაცისთვის რამდენი თვალი უნდა აიღოთ, უნდა იცოდეთ ის ზომა, ვისთვისაც გსოვთ. პლუს უნდა აიღოთ ის ძაფი, ის ჭირი, რითაც უნდა მოგხსოვოთ და გააკეთოთ დაახლოებით ესეთი ნიმუში. ანუ სადღაც ისე უნდა მოგხსოვოთ, რომ 10 სანტიმეტრი ჩაიტიოს და მერე დაიწყოთ გათვლა. რამდენი სანტიმეტრში, რამდენი თვალია. და ამის მერე გაიგებთ კონკრეტული ნივთის ქსოვისას, რამდენი თვალი უნდა აიღოთ. და როგორ უნდა გავზომოთ, განახებთ და აგიხსნით. როგორ უნდა გავზომოთ ნიმუშის ქსოვის მერე. უნდა ვიცოდეთ აუცილებლად 1 სანტიმეტრში რამდენი თვალი გვეტევა და 10-ში რამდენი გვეტევა. იმიტომ რომ ხშირად ვერ გამოვიყენებთ გამრავლების პრინციპს ქსოვისას. ანუ 1 სანტიმეტრში აქ რო 2 თვალი მაქვს და 10-ში უეჭველი 20 უნდა იყოს, ეს ხშირად ასე არ არის. ამ შემთხვევაში 3 ნომერი ჭირი მაქვს გამოყენებული და 10 სანტიმეტრში 4 თვალი მაქვს გამოყვანილი. ეს არის ჩემი ქსოვით. ანუ თქვენ შეიძლება უფრო მჭიდროდ გქონდეთ ნაქსოვი, უფრო თავისუფლად და შესაბამისად, ამისთან მიხედვით თქვენი თვლების რაოდენობა იქნება განსხვავებული. ეს ნიმუში არის 2.5 ჭირით და მოდი აქ ჩავხედოთ. ანუ რამდენი თვალი მაქვს მე მიღებული 1 სანტიმეტრში. ესე იგი, ნახოთ, ეს ჩვენი 1 სანტიმეტრი, იქიდან იწყება. აი იქიდან იწყება, ეს 1, ეს 2, ინახეთ, მესამე თვალის ნახევარიც მეტევა. ანუ 2.5 თვალი მეტევა 1 სანტიმეტრში. და 10 სანტიმეტრში მეტევა 25 თვალი. უკვე გათვლილი მაქვს, მაგრამ თქვენთვისაც მოდით გავზომოთ. ანუ აი იქიდან დავიწყოთ. ეს არის აი დასაწყისი. აი აქ დავასრულოთ. აქედან. 25 თვალი ჩამეტია მე. ამ შემთხვევაში ამ ძაფით, ამ ჭხირით და ჩემი მოგსოვით გამოგვივიდა ის, რომ 10 სანტიმეტრში 25-ია, 1-ში 2.5, ანუ გამრავლება დაგვემთხვა, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არ ემთხვევა ხოლმე, მაგალითი გვაქვს აი აქ, ამიტომ უნდა გათვალოთ აუცილებლად 1-ში რამდენია და 10-ში რამდენია. თუ თქვენ მაგალითად უნდა მოგსოვოთ სიტყვაზე ისეთი ნაქსოვი, რომელიც არის 104 სანტიმეტრი, ან 105 სანტიმეტრი, მაშინ თქვენ გჭირდებათ ასევე გაიგოთ 4 სანტიმეტრში რამდენი თვალია, 5-ში რამდენი. მე ამ შემთხვევაში დამჭირდა რომ ვიცოდე 6 სანტიმეტრში რამდენი თვალია და გავზომე და 14 თვალი გამომივიდა. ანუ აქაც ვერ გამოვიყენე გამრავლების პრინციპი, რომ 1-ში თუ 2-ია, 6-ში უეჭველი 12 უნდა იყოს, ანუ 6-ჯერ 2 არ გამოვა. ამიტომ აუცილებლად გაზომეთ. ეს ციფრები შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ მაინც მე ნუ დამიჯერებთ, მოგხსოვეთ თქვენი ნიმუში, იმიტომ რომ ჩვენ ვგსოვთ სხვადასხვანაირად, მჭიდროდ, თავისუფლად და ამისთან მიხედვით ჩვენი თვლების რაოდენობა უეჭველი გამოვა სხვა და სხვა.